ილია თოფურიამ მსუბუქი წონის დივიზიონისთვის ნამდვილი კატასტროფაა და ეს მართლაც მძიმე სათქმელია. თოფურია ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მებრძოლია, რომლის ყურებაც სიამოვნებას მანიჯებს, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუები შუალედური მსუბუქი წონის ქამრეს განხილვის ფონზე უბრალოდ იმედგაცრუებას იწვევს. UFC-ს მიერ დაგეგმილი Justin Gaethje vs Paddy Pimblett შუალედური ტიტულისთვის უკვე თავისთავად სრული ფარსია, მაგრამ ილია თოფურიამ ამ ინტერვიუებში მკაფიოდ გააცხადა თავისი გეგმები, რომლებიც სამწუხაროდ არ ითვალისწინებს დივიზიონის ინტერესებს. თითქოს თოფურია მოკლე პერიოდში ბოქსზე გადაინაცვლებს, რასაც დიდი ხანია ვარაუდობდით, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გულს გვწყვეტს, არის მისი გეგმა, რომლის მიხედვითაც ის მხოლოდ Paddy Pimblettan ბრძოლას განიხილავს. მან გარკვეული რამ თქვა Justin Gaethjes შესახებაც. თუ Gaethje გაიმარჯვებს და გააფუძებს ამ გეგმას, ილია თოფურია, როგორც ჩანს, ორ ძირითად ვარიანტს ხედავს თავისთვის. ორი ბრძოლა და შემდეგ MMA-დან სამუდამოდ წასვლა. ეს მართლაც გულდასაწყვეტი სცენარია. დავიღალეთ ამ ყველაფრით, დიახ, ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვებები აქვს, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ის იგებს ქვემსუბუქი წონის 65.8 კილოგრამო ტიტულს, ატარებს ერთ დაცვლას, შემდეგ გადადის მსუბუქ წონაში 70.3 კილოგრამში და ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იგებს არალეგიტიმურ მსუბუქ წონის ქამარს. ახლა კი, იქნება ეს მისი თუ UFC-ს ბრალი, ის პოტენციურად 1 წლით უქმად ზის. მან განაცხადა, რომ პირადი პრობლემების გამო არ იცის, როდის დაბრუნდება, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ დაბრუნების შემდეგ არ შეებრძოლება არმან წარუკიანს. ეს მართლაც მწარე რეალობაა. შესაძლოა ვერასდროს ვიხილოთ ილია არმანის ბრძოლა. შესაძლოა ვერასდროს ვიხილოთ ილია ისლამის ბრძოლა. ფაქტობრივად ყველაფერი მიდის იქით, რომ ვიხილავთ თოფურია vs Pimbletts და შემდეგ ილია ბოქსისკენ გაიქცევა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ნიშნები ნამდვილად აშკარა იყო. ილია წლებია საუბრობს თავის განზარწყვებებზე და ახლა, როდესაც 30 წელს უახლოვდება, ასაკი, რომელზეც ის პენსიაზე გასვლას გეგმავს, ეს გეგმები უფრო რეალური ხდება. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა საუბრები ილია თოფურიას მეგა ვარსკვლავობის შესახებ. ეჭვგარშეა, მას აქვს პოტენციალი, მაგრამ ჯერჯერობით ის არ არის ამ დონის ვარსკვლავი. ხალხი ლაპარაკობდა მის ინსტაგრამის გამომწერებზე. 6 თვის წინ დავწერე ამის შესახებ, რომ ის ყიდულობდა გამომწერებს. ახლა მას 12.6 მილიონი გამომწერი ყავს. შეხედეთ ამ ანალიტიკურ ვებგვერდს, რომელიც ინფლუენსერებს ანალიზებს, 53.3% ყალბი გამომწერია. რეალური ადამიანები მხოლოდ 34.35%-ის შეადგენენ. ეს წარმოუდგენელია. ეს უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია მათთვის, ვინც ყალბ გამომწერებს ყიდულობს. სამწუხაროა ეს გულისტკევა. ის არ ბრუნდება UFC-ში, არ იცავს ქამარს, უმოქმედოა, მაგრამ ყიდულობს ინსტაგრამის გამომწერებს, ატარებს უამრავ ინტერვიუს და აქვეყნებს ბწვევებიდან კადრებს. ამავდროულად ამბობს, ბევრი პირადი პრობლემი მაქვს, არ შემიძლია ჩემი ტიტულის დაცვა. ეს სრული ფარსია. შეიძლება გარკვეული ლეგიტიმური პრობლემები არსებობდეს, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ არ იცი როდის დაბრუნდება, რომ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ პედის შეებრძოლებ და შემდეგ ბოქსზე წახვალ, ეს უბრალოდ გულდასაწყვეტია. რამდენიმე კვირის წინ დავწერე, ეს იგივე ილია თოფურიაა, რომელსაც პირადი პრობლემების გამო არ შეუძლია ბრძოლა. შეხედეთ, რას აკეთებს ის საჯაროად. თითქოს ადამიანს არ შეუძლია სამსახურში გამოცხადება განწყობის გამო. ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია, ვარაუდის დონეზე, განწყობა და ბავშვთან დაკავშირებული დავა. მაგრამ რიგითი ადამიანები, რომლებიც განწყობას გადიან, მაინც დადიან სამსახურში. შესაძლოა, როგორც ამბობენ, მას არ სურს ფულის გამომუშავება, რათა არ მოუწიოს მისი გაყოფა. ამიტომ ელოდება, სანამ ეს საკითხი მოგვარდება. დათმი ქამარი, გაათავისუფლე ქამარი. შეხედეთ ირჟი პლოხაცკას. მხრის ტრავმის გამო, რომელიც 1 წლით გააჩერებდა, მან ქამარი დათმო. ილია თოფურიამაც იგივე უნდა გააკეთოს. შეხედეთ ჯამალ ჰილს. აქილეუსის მესის გაწყვეტის შემდეგ მან ქამარი დათმო. ვიცი, რომ UFC-მ საბოლოოდ აიძულა ისინი ქამრების დათმობა, მაგრამ რატომ აქვს თოფურიას უფლება შეინარჩუნოს ქამარი? ის უმოქმედოა 6 თვე. ბოლო ბრძოლაში მას ზიანი არ მიიღო. ის მხოლოდ 1 რაუნდი გაგრძელდა და ახლა პოტენციურად კიდევ 6 თვე ან 1 წელი უნდა ველოდოთ. არ ვიცით 2026 წელს როდის დაბრუნდება. ეს სრული სიზიჯეა. ჩვენ უკვე ვიხილეთ ფარსი ტიტულისთვის ბრძოლა Justin Gaethje vs Paddy Pimblett. რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ისაა, რომ მაშინაც, როდესაც საბოლოოდ დაბრუნდება, არ შეებრძოლება ნამდვილ ნომერ 1 პრეტენდენტს. რას ვაკეთებთ საერთოდ?
და ამ ყველაფერში ბრალი ეკისრება მხოლოდ თოფურიას არა, არამედ UFC-ს და დენა ვაიტსაც. ეს უბრალოდ ჭრილაზე მარილის მოყრაა, რადგან ის ატარებს ინტერვიუებს და საუბრობს თავის პირად პრობლემებზე, ასევე ჯასტინ გეიჯი vs პედი პიმბლეტსზე. ამ ინტერვიუში თოფურია აღნიშნავს, რომ პირადი პრობლემების გამო იანვარში ასპარეზობას ვერ შეძლებს. ამიტომაც თავდაპირველად UFC გეგმავდა ილია თოფურია versus პედი პიმბლეტს Paramount-ის გარიგების დასაწყისში. ილიას თქმით, შუალედური ქამარი, რისთვისაც გეიჯი და პიმბლეტი იბრძოლებენ, თითქოს სამართლიანი ტიტულია ორივესთვის. თხუილს ვამბობთ? როგორც ჩანს, თოფურიას უბრალოდ სურს იოლი მატჩი და შემდეგ ბოქსზე გაქცევა. თოფურია საუბრობს იმაზე, თუ რამდენად სასურველია მისი და პედის ბრძოლა. ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ თოფურიას არ სურს არანაირი შეხება არმან ცარუკიანთან. ის გადავიდა ქვემსუბუქი წონიდან 65.8 კილოგრამი და გამოიწვია ისლამ მახაჩევი, ფაქტობრივად მსუბუქი წონის 70.3 კილოგრამის გოუტი. მისი არგუმენტი იყო, ეს არის ვინ-ვინ სიტუაცია. თუ წავაგებ, წავაგე მსუბუქი წონის გოუტთან. თუ მოვიგებ, დავამარცხე მსუბუქი წონის გოუტი. მაგრამ ახლა, როდესაც მას აღარ შეუძლია ბრძოლა ამ ვინ-ვინ სიტუაციაში, ის არ სურს არმანთან ბრძოლა. არმან ცარუკიანი არის ყველაზე რთული გამოცდა მსუბუქ წონაში და ახლა ის თითქოს არც ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლა სურს. თოფურია ამბობს, რომ ყველას სურს მისი და პედის ხილვა, რაც ნაწილობრივ მართალია. მაგრამ აშკარაა, რომ ის ამ კამპანიას აწარმოებს პედისთან ბრძოლის მისაღებად, რადგან არ სურს არმანთან დაპირისპირება. UFC კი იცავს როგორც პედის, ასევე ილიას. ეს აბსურდია. თოფურია უფრო მეტად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად გასართობია პედი და რამდენად დიდი ბრძოლა იქნება ეს. თავისთავად ამაში არაფერია უცნაური, მაგრამ როდესაც ინტერვიუს შემდგომ ნაწილს უსმენთ, ხვდებით, რომ ის არსებითად მხოლოდ პედისთან ბრძოლას გეგმავს და შემდეგ ტოვებს MMA-ს. თოფურია ამბობს, მე ვაპირებ გავაფუჭო UFC-ს გეგმები. ჯასტინ გეიჯიმაც კი აღიარა, რომ UFC-ს აშკარად სურს თოფურია versus პედი. მაგრამ თოფურია ამბობს, მე ალბათ არ შევებრძოლები ჯასტინ გეიჯის, თუ ის გაიმარჯვებს. აშკარად მინიშნებაა, რომ თუ ჯასტინ გეიჯი მოუგებს პედის, UFC-ს აქვს სხვა გეგმები. თუ ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს, UFC-ს აქვს განსხვავებული გეგმები, ამბობს თოფურია. რა შეიძლება იყოს ეს გეგმები? გადაიყვანონ თოფურია და შეაჯერონ მესამე ტიტულისთვის. ამდროილად მსუბუქი წონის დივიზიონი ქაოსში აღმოჩნდება. შესაძლოა ისინი უბრალოდ გეიჯის არმანს შეაჭამენ და ბოლოს არმანს მისცემენ ტიტულის შანსს. მაგრამ ვინ იცის? შემდეგ ირკვევა, რომ გეიჯი იბრძოლებს BMF ქამარისთვის და მსუბუქი წონის გაერთიანებისთვის. ეს UFC-ს უღირსი და ამაზღზენის აქციელია. არსებობს კიდევ ერთი ინტერვიუ, სადაც ილიამ თქვა ყველაზე დამანგრეველი რამ. არ გაგიყვირდეთ თუ თოფურია დაემშვილობება MMA-ს. არ მგონია, რომ დიდხანს დავრჩე MMA-ში. საიდუმლოა, რომ ყოველთვის მინდოდა ბოქსში ჩემი შესაძლებლობების გამოცდა. ჯერ MMA-ში მინდოდა ჩემი ისტორიის დასრულება. გადავალ ბოქსზე და ბევრ ადამიანს გავაკვირვებ. ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. თოფურია ამაზე დიდხანს საუბრობს. ის ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორის გზას ადგას. მე ნამდვილად მჯერა, რომ თოფურიას გეგმაა დაამარცხოს პედი, ეცადოს ისლამთან ბრძოლა და შემდეგ წავიდეს. ფიქრობ, თოფურიასგან მაქსიმუმ 2 ბრძოლა დაგვარჩე და ეს სამწუხაროა. მას სურს შევიდეს, გაიმარჯვოს და გამოვიდეს. ეს მართლაც სამწუხაროა, რომ MMA-ისგან განსხვავებით, ბოქსი ასე კარგად იხდის. სწორედ ამიტომ სულს დენა ვაიტს ფრენსის ნგანო ასე ძალიან. ფრენსის ნგანომ შექმნა პრეცედენტი. ის დაუპირისპირდა UFC-ს, გაიმარჯვა, გადავიდა ბოქსში და უზარმაზარი შემოსავალი მიიღო. ფრენსისმა 2 ბოქსის მატჩში იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთელი თავისი UFC კარიერის განმავლობაში. მან 5-ჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე გამოიმუშავებდა UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მძიმე წონის კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. თოფურია, თუ დაამარცხებს პედის, ეს იქნება მასშტაბური ბრძოლა დიდი ინტერესით. ის სავარაუდოდ ნოკაუტში ჩააგდებს პედის. მისი სახელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ის შეეცნება ამით ისარგებლოს, რათა დიდი შემოსავალი მიიღოს ბოქსში. ის მიყვება კონორ მაკგრეგორის გეგმას. თუ თოფურია გამოიმუშავებს, თუნდაც $50 მილიონ, ის იტყვის, რატომ უნდა დავბრუნდე და ვებრძოლო არმანს? რატომ უნდა დავბრუნდე და ვებრძოლო ნებისმიერ სხვა მებრძოლს მსუბუქ წონაში? რატომ უნდა დავბრუნდე და გავაფუჭო ჩემი მემკვიდრეობა, როგორც კონორ მაკგრეგორმა გააკეთა? მაკგრეგორი ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო მეტად სკანდალებით არის ცნობილი, ვიდრე გამარჯვებებით. მე ნამდვილად მჯერა, რომ ილია თოფურიას გეგმაა. მას სურს, რომ პედიმ მოუგოს ჯასტინ გეიჯის. UFC-ს და თოფურიას ჯერათ, რომ პედი დაამარცხებს ჯასტინს, შემდეგ თოფურია შეებრძოლება პედის.
დაანოკაუტებს მას და ეცდება ბოქსზე გადასვლას. არ ვიცი, რამდენი ბრძოლა დარჩა მის კონტრაქტში, მაგრამ არ ვიცით, როდის დაბრუნდება. ეს არის კატასტროფა ყველა თვალსაზრისით. შეხედეთ ამ ციტატას. არ მაქვს ზუსტი თარიღი, როდის მოგვარდება ყველაფერი. ამჟამად ჩემთვის პრიორიტეტია ჩემი ოჯახისა და შვილების კეთილდღეობა. როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, დავბრუნდები. ამას ამბობს 29 წლის მებრძოლი, რომელიც თითქმის 30 წელს ხდება. ის ღიად ამბობდა, ვგეგმავ პენსიაზე გასვლას 30-დან 32 წლის ასაკში. მისი პირველი ტიტულის დაცვა ოქტომბერში შედგა. ახლა ის 29 წლისაა და პენსიაზე გასვლას 30-დან 32 წლის ასაკში გეგმავს. მოიცავს თუ არა ეს ბოქს? ეს ძალიან სამწუხაროა. მესმის რატომ სწულს დენას ეს ყველაფერი და გულშემატგივრებსაც სწულთ. მაგრამ ეს არის პრობლემა, როდესაც UFC გამოიმუშავებს 7.7 მილიარდ დოლარს და თავის მებრძოლებს ამ შემოსავლის მხოლოდ 15-დან 18%-მდე აძლევს. მებრძოლები ბოქსისკენ იხედებიან და ფიქრობენ, მოიცადე, მე შემიძლია გამოვიმუშავო 30 მილიონი დოლარი ერთ ბოქსის მატჩში. თუ თავს კარგად გავაპიარებ. მე დავდებ ჩემს სიცოცხლეს იმის საწინააღმდეგოდ, რომ საუკეთესო სცენარი ილია თოფურიასთვის არის კიდევ მაქსიმუმ 2 ბრძოლა, შესაძლოა 3. შოკირებული ვიქნები თუ ილია თოფურიასგან მივიღებთ 3 ბრძოლას, თუ რაიმე უულოდნელი ტრავმის გამო წააგებს. ვთქვათ, პედი დაამარცხებს ჯასტინ გეიჯის. მე ახლა მწინასწარ მეტყველებ პედის გამარჯვებას. თოფურია შეებრძოლება პედის 2026 წლის შუალედში, რაც უკვე სირცხვილია, რომ ამ ბრძოლისთვის 1 წელზე მეტი უნდა ველოდოთ. ვის შეებრძოლება ის ამის შემდეგ? ის არ შეებრძოლება არმან წარუკიანს. დენა ვაიტმა ეს უკვე ნათლად თქვა. ქამარი უკვე ფარსია. ჩვენ არ ვებრძვით ნომერი 1 პრეტენდენტს. შემდეგ ვფიქრებ, ალბათ ის შეეცდება ისლამთან ბრძოლას. შესაძლოა ეს მოხდეს, შესაძლოა არა. უნდა ვნახოთ რა მოხდება ამის შუალედში ნახევარ საშუალო წონაში. და შემდეგ ის წავა. ეს არის. გპირდებით, რომ ეს ასე იქნება. ისლამ მახაჩევს მოუწია მსუბუქი წონის ქამრის დათმობა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქი წონის GOAT-ად ითვლება, რადგან მას სურდა 6 თვიანი გვერდითი მისია დაეწყო ნახევრად საშუალო წონის ქამრის მოსაპოვებლად და ორმაგი ჩემპიონი გამხდარიყო. მას არ შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო ორმაგი ჩემპიონი, რადგან ეს შეაჩერებდა დივიზიონს. წარმოიდგინეთ, ისლამი რომ გადასულიყო ნახევრად საშუალო წონაში და ამასობაში დაეწიათ სრულიად დაუმსახურებელი შუალედური მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟი ატყდებოდა. მაგრამ თოფურია ახლა უმოქმედოა პირადი პრობლემების გამო. მესმის, რომ მას რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ გაათავისუფლე ქამარი. დაიცავი ან გაათავისუფლე. საიდან მოვიდა წესი, რომ არ შეგიძლია სამსახურში გამოცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ განქორწინების პროცესში ხარ და არ დაიცვა შენი ტიტული. რას ვაკეთებთ? ეს ეხება ყველას. ხალხი წუხდა ხამზად ჩიმაევის უმოქმედობის გამო, რადგან ის შეიძლება აპრილში იბრძოლოს, ხოლო ტიტული მოიგო აგვისტოში. ეს 7-8 თვეა. მაგრამ თოფურია როგორც ჩანს, 1 წელი იქნება უმოქმედო. შესაძლოა ყველაფერი მალე შეიცვალოს და მე სრულად ვწდებოდე. მაგრამ ის ამბობს, არ ვიცი როდის მოგვარდება პრობლემები. თუ ეს არის რთული დავა ბავშვზე მეურეობის შესახებ, ეს შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. საუკეთესო სცენარი იქნება თუ ილია თოფურია კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს მსუბუქ წონაში, 70.3 კილოგრამში, პედი პიმბლეტთან. ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ერთ დაცვას ჩაატარებს. შემდეგ კი ის მოითხოვს ნახევრად საშუალო წონაში ასვლას და ისლამთან ბრძოლას. UFC ალბათ დაინახავს, რომ ეს უზარმაზარი ფული იქნება და გადაწყვეტს ამ ბრძოლის ორგანიზებას. რეიტინგები წარმოუდგენელი იქნებოდა და შემდეგ თუ თოფურიას ბოქსში სურს წასვლა, UFC სავარაუდოდ ეცდება მასთან ხელახალ მოლაპარაკებებს. 딘 თომასის სიტყვებით რომ ვთქვათ, ილია თოფურია მსუბუქი წონის დივიზიონისთვის ნამდვილი კატასტროფაა. იმედი მაქვს ვწდები და რაღაც შეიცვლება, მაგრამ ყველა ის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, მე პედის შევებრძოლები და პედი მართლაც ამაღელვიანია და პედი მომწონს, არსებითად ნიშნავს, პედი ყველაზე იოლი ბრძოლაა ყველაზე დიდი ფულისთვის. ეს არის რეალობა. გთხოვთ შემატყობინეთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დიდი მადლობა ყურებისთვის.